აბისტა აფხაზური სამზარეულო გრძელდება, როგორც იცით, ეს რესტორან ქვევრისა და აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ერთობლივი პროექტია და დღესაც ძალიან საინტერესო სტუმრით დაგიბრუნდით, რა თქმა უნდა, საინტერესო კერძთან ერთად ექიმი რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი არის დღეს აბისტას სტუმარი. მოგესალმებით. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა მოწვევისთვის. დღეს უნდა გავაკეთოთ სამზარეულოში ესეთი აფხაზური ხომი, რომელიც კეთდება ყვითელი ქვილისგან და ხერღილი არ ჭირდება. ხერღილი არ ჭირდება. ეს არის ფქვილი, ესეთი წვრილად დაფქვილია, არის ყვითელი სიმინდისგანაა დაფქვილი და ძალიან მარტივია ამის მომზადება. ძალიან გამიხარდა ხომთან შემოგთავაზე ძირძე. ოღონდ უფრო განსხვავებული ჩვენ პირველ გადაცემაში მოვამზადეთ ქვევრის შებზარეულთან ერთად, ამირანთან ერთად, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა დავამატოთ, როგორც მე ვხედავ, კიტრი და პომიდორი. და ძალიან კიდევ უფრო გრილი და სასიამოვნო გამოვა ზაფხულში. ეხლა ხომის ფქვილი, ეს უნდა დავადგათ, წყალი დავამატოთ, ანუ ეს უნდა იყოს 1/3 და მოვხარშოთ. ზოგჯერ უნდა მოვურიოთ. განსაკუთრებით დასაწყისში. რო წამოდუღდება, დაახლოებით ალბათ ესეთ 15-20 წუთის შემდეგ უკვე შეგვიძლია დავამატოთ იგივე ფქვილი ან თეთრი ფქვილი, რომელიც გაქვთ. კერძები, რომელიც გახსოვთ, რომელსაც თქვენ ოჯახში მუდმივად, ესე ვთქვათ, ამზადებდით, იმიტომ ან ადგილი, სადაც ყველაზე მეტად გიყვარდათ თქვენს მეგობრებთან ერთად იგივე სადილის, იგივე ვახშამის მირთმევა. როგორც წესი, სადილებს სახში ვამზადებდით, ერთმანეთს სტუმრობდით, ანუ როგორც დღეს არის, რომ ესე რესტორანში, კაფეში ეს ნაკლებად იყო. კაფე კი, იმიტომ რომ სოხუმში ძალიან ბევრი კაფე იყო და ძალიან ბევრი ესეთი ბარები, რაც მაშინ სხვათა შორის ახლა გაუკვირდებათ, გაეცინებათ დღევანდელ ახალგაზრდებს, მაგრამ მაშინ ბარი როგორც ესეთი თბილისში არ იყო. სოხუმი ყოველთვის იყო ევროპული ქალაქი. რაც შეეხება სადილებს, ახლა სახში ვაკეთებდით და კაფეებში აი ნაყინი, დღეს ვეძახით ცივი ყავა, ხო? მაშინ ვეძახდით გლასი, ანუ ცივი ყავა, ყინულით და ნაყინით. აი ეს იყო ყველგან და ძალიან პოპულარული იყო. რაც შეეხება სახში სადილებს, ძირითადად მაინც იყო მეგრული სამზარეულო, თავად აფხაზებიც უფრო მეგრულ სამზარეულოს აკეთებდნენ. აი ეს რაც შეეხება აი ესეთი ყვითელი ხომი, რასაკვირველია კი აფხაზურ ოჯახებში ყოფილ ვარ სტუმრად. აი მახსოვს ლიხნიში ვიყავი, სადაც აი ესეთი ხომი ძალიან სქელია ეს ხომი. განსხვავდება ნამდვილად. თუნდაც ხერღილისგანაც რო აკეთებენ, ის ხომიც კი ძალიან სქელი არის. დიახ, და მეგრული ხომი უფრო თხელია. და მოხარშული ხორცი მოსის, აჯიკა ეს თავისთავად, მეგრული აფხაზური აჯიკა. და ეხლა სახში რასაც ვაკეთებდით, რატომღაც ყოველთვის აი როცა დავინახავ, უცებ სოხუმი და სახლი მახსენდება, ხომი და ბარაბულკა, ხო? ძალიან უხდება შემწვარი ხრაშუნა ბარაბულკა, ხომს და პლუს პომიდორის წვენი. ასე თქვენ კი ნახეთ ჩვენს პირველ გადაცემაში ძირძ როგორ მზადდებოდა ინგრედიენტები, მაინც რო ჩამოვთვალოთ. ძირძისთვის გჭირდება მაწონი, აფხაზური აჯიკა, მშრალი აჯიკა, მარილი, კიტრი, პომიდორი და მწვანილი. ეს არის ქინძი. ძალიან გაუკვირდებათ, მაგრამ ძალიან კარგი კულინარი ვარ და ძალიან მიყვარს მზადება, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ დრო რო არა მაქვს, ამიტომ ხშირად ვერ ვაკეთებ. და ამის გამო რაღაცების კეთება მავიწყდება. ადრე როცა მე არ მუშაობდი, ხო, ბავშვები რო პატარები იყვნენ, მაშინ ძალიან ბევრ რაღაცას ვაკეთებდი და კარგია რომ წიგში მაქვს, როილში მაქვს ჩაწერილი და ამას ზოგჯერ ვაკეთებ. ეხლა სერვირების დროა და ეს შეგვიძლია გადმოვიტანოთ თეფშზე. სილამაზისთვის. შეგვიძლია ვისაც ვიყვარს და უფრო მწარეცო და აი ესე მოვაყაროთ თამამაზიცა უხდება. და მე მგონი ჩვენი ხომიც უკვე ნელ-ნელა მზად არის და ხომის სერვირების დრო არის. ჩვენი ხომი მზადაა და შეგვიძლია ყვითელი ფერის არის. სქელი, ყვითელი და სურვილის ამას შებოლილი ყველი. ეს შებოლილი, ეს სულგუნი, ეს
ჩვენი ძურძუც. ძურძუ. ძალიან დიდი მადლობა. ხალბატონო მანანა რომ იყავით მადლობა ჩვენთან თქვენ. ერთად და შემოგთავაზეთ ესეთი საინტერესო კერძი. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან სასიამოვნო იყო. სიამოვნებით თქვენთან ერთად კიდევ დავამზადებ აფხაზურ და მეგრულ კერძებს. დიდი მადლობა, მე კიდე მომავალ აპისტამდე გამშვიდობებით დროებით და ამას ძალიან მალე დავაგემოვნებთ. მადლობა.